მოგესალმებით ყველას 13 საათია სრულიად საქართველოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ღია ეთერში ვიწყებთ შვადღის გადაცემას დიდი შესვენება მომდევნო 1 საათის განმავლობაში თქვენს განკარგულებაში იქნება რომელსაც გაუძღვებით მე გიორგი წულაია და ჩემი კოლეგა ნიკო ცალანი მოგესალმებით მოდით ვნახოთ თუ რა გველოდება დღეს გადაცემაში დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ გულს სისხლძარღვთა დაავადების კვირეული. თემაზე ვრცლად ისაუბრებს კარდიოლოგი სოსო სიხარულიძე. HR-ი და მისი მნიშვნელობა. გადაცემაში სტუმრად ELT გრუპის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ჯიოშვილი. ბუკნერში სპექტაკლი ნაცარქექია გაიმართება. პირდაპირ ჩართვით ლინდა მესხიძე შემოგვიერთდება. ციფრული გადაღდილობა. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ექიმი ოფთალმოლოგი ანი მიქელაძე. გულითადი სალამი მეგობრებო, დღეს რომ გულზე ვსაუბრობთ ჩვენ პირველ ხმაზე და უკანასკნელ რიტმზე. დღეს გულის სისხლძარღვთა დაავადებები შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რჩება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მათგან თავის დაღწევა შესაძლებელია თუ ჯერ მოусმენთ და შემდეგ მივხედავთ. დღეს სწორედ რომ ამ ჩუმ დიალოგზე უნდა ვისაუბროთ ადამიანსა და გულის დიალოგზე და კარდიოლოგი გვყავს სტუმრად, რომელთან ერთადაც უფრო დეტალურად განვიხილავთ თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა განაპირობებს ზოგადად მაღალ მაჩვენებელს და როგორია პრევენციის ზომები. მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი, მედიცინის გულის სისხლძარღვთა დაავადებების და ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინტერვენციული კარდიოლოგი იოსებ სიხარულიძე გახალთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი. მოგზავნით ბატონო იოსებ, გეოლდებით. მოგზავნით. მოგესალმებით. დაბრძანდით ბატონო იოსებ. მოკლედ საკმაოდ მნიშვნელოვან თანამედროვედ ყურადს აღებ თემას და დაუბრუნდეთ კარდიოლოგია შეიძლება იყოს ერთ-ერთი ის დარგი, სადაც დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ხომ? ადრე თუ ინფრაქტი ასე ვთქვათ, ის შესახებ ნაკლები ინფორმაცია გქონდა, დღეს მეტი ინფორმაცია გვაქვს და მეტად შეიარაღებული ვართ. ბატონო იოსებ, როგორ გაიარა საქართველომ გზა ტრადიციული კარდიოლოგიიდან თანამედროვე ინტერვენციულ მედიცინამდე და რა იყო ის მთავარი მიღწევები ამ პროცესში თუ გამოწვევები, რომელიც დაგხვდეთ? ხო, როგორ გაიარა გზა საკმაოდ დიდია. ესე იგი, ეხლა მოგეხსენებათ, თქვენ სწორად ბრძანეთ, გულის დღეების კვირეულია, მსოფლიო გულის ფედერაცია, მსოფლიო კარდიოლოგთა საზოგადოება აღნიშნავს აი ამ კვირეულს 29 არის გულის დღე, 29 სექტემბერი გულის დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება ღონისძიებები იმის გამო რომ ამაღლდეს ცნობადობა ამ პათოლოგიებთან, რომელიც იწვევს გულის დაავადებებს და მოგეხსენებათ გულის დაავადებები მსოფლიოში ნომერ პირველ დაავადებებად რჩება კვლავ. კვლავ რჩება. გავიარეთ გზა, მოგეხსენებათ ჩვენ 1925 წლიდან საქართველოში ჩამოყალიბდა კარდიოლოგთა საზოგადოება 1925 წლიდან პროფესორი მიხეილ წინამძღვრიშვილის ხელმძღვანელობით ახლა რამოდენიმე დღის წინ თბილისში ჩატარდა კონგრესი, სადაც საქართველოს მასშტაბით საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი კარდიოლოგი ღებულობდით მონაწილეობას, წარმოადგინეთ ჩვენი მიღწევები, გამოწვევები, პრობლემები ვისაუბრეთ და დავაარსეთ მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის პრემია, ჯილდო იმ ექიმებისათვის, რომლებიც უზარმაზარი მოაწყეს შეიტანეს საქართველოში კარდიოლოგიის დარგის ჩამოყალიბებაში, განვითარებაში და იქ სადაც დღეს ვართ მოსული. გზა საკმაოდ დიდია, საკმაოდ ეკლიანი, საკმაოდ რთული, თუმცა მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა ერთ რამეს. იქ სადაც დღეს ჩვენ ვართ კარდიოლოგიაში, ეს ყველაფერი დამსახურება არის ქართველი კარდიოლოგი ექიმების. მხოლოდ მათი პირადი ინიციატივებით, მათი პირადი მონდომებით, მათი პირადი ბრძოლით არის მიღწეული ის, რაც ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა გქონდა და გვაქვს სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს გარეშე ეს წარმოუდგენელი, თუმცა ინიციატორები დარგის განვითარებაში, ინიციატორები მისათვის, რომ ეს დაავადება იყოს კონტროლირების ქვეშ და იმისათვის, რომ დარგი არ ჩამორჩეს მსოფლიო მიღწევებს, აქ ქართული ექიმების ძალიან დიდი დამსახურება. ბატონო იოსებ, აი აქვე მინდა ჩაგეკითხოთ, ქართული კარდიოლოგიის სკოლა უდიდეს მიღწევებს ითვლის და კარგი საკმაოდ ისეთი შთამბეჭდავი ისტორია აქვს, ხო? ჩვენ ვიცით არაერთი
გამორჩეული მედიკოსი ამ კუთხით. დღეს სად არის ქართული კარდიოლოგიის სკოლა ამ თემაზე რო ვისაუბროთ? ხშირად გვესმის, რომ ადამიანები თითქოს მიდიან საზღვარგარეთ სამყაროდ, თითქოს რაღაც მედიცინის თანამედროვე მიღწევები არის თუ არა ხელმისაწვდომი დღეს ქართველი პაციენტებისთვის. დღეს სად არის მოკლედ გული და ქართული კარდიოლოგია? ერთ რამეს შეგვიძლია ვთქვა, ეს სიტყვა არ მიყვარს სიამაყე, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ თუ კი დარგი, რომელიღაც პაციენტი საქართველოს არ ტოვებს და სხვაგან აღარ ეძებს საშუალებას, ეს არის საქართველოს კარდიოლოგია. კარდიოლოგია მოგეხსენებათ სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. მასში შემოდის გულსისხლთა დაავადებები, კარდიოქირურგია, ინტერვენციული მედიცინა შეიძლება ადამიანებს უჭირდეს ამის გაგება, ინტერვენციული მედიცინა რა არის? ესე იგი მიოკარდიუმის ინფარქტისა და ის შემოვიდა დაავადების მკურნალობა გაჭრის გარშე. თუ ადრე მხოლოდ ჩვენ გვქონდა პრეპარატები, პრეპარატ დამოკიდებულები, ეხლა ჩვენ გვაქვს რადიკალური მიდგომების თითქმის ყველა საშუალება. აი რა არის ინოვაცია ამ მიმართულებით? ამ მიმართულებით ინოვაცია თითქმის ყოველდღიურად არის. განსაკუთრებით ინტერვენციული მიმართულებით, ამიტომ ჩემს რეგალიებში წერია, რომ მე ვარ ინტერვენციული მედიცინის წარმომადგენელი, განსაკუთრებით კარდიოლოგიაში. ჩვენ თუ ადრე კორონარების, ანუ გულის კვებავი ძარღვების მიმართულებით იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, მთავარი სამუშაო, რომელიც კვლავ რჩება, დღეს უკვე საფრთხოვანი პათოლოგიები. მაგალითად, ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც გულის ოპერაციებს ვერ იკეთებდნენ, თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე 80-85 წლის ადამიანები რისკი იყო ჩვენთან გაჭრის შემთხვევაში დღეს უკვე დავიწყეთ და მათ შორის ჩვენთან აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში ბათუმში კეთდება ჯერ კიდევ არც თუ ისეთი სიხშირით, თუმცა პიონერები ვართ ჩვენ რეგიონში, საქართველოში, როდესაც სახელმწიფომ გასცა დაფინანსებები იმ ხალხზე, რომელსაც სჭირდებოდათ ოპერაციები გაჭრის გარეშე. საკმაოდ ძვირად ღირებული ამბავია და მადლობა მინდა გადავხადოთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ მოგვისმინა ჩვენ კარდიოლოგებს. ერთადერთი რეგიონები, სადაც აჭარის მოსახლეობის 80-85 წელზე ზევით მქონე ადამიანებს გაჭრის გარეშე ვაკეთებთ საფრთხოვან პათოლოგიებს. დღეს ეს განვითარებულ ქვეყნებში მართალია გუშინდელი დღეა, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ის გუშინდელი დღე ჩვენთან უკვე დღევანდელი დღე იყოს. ასე რომ მიღწევები თუ კი სადმე არის, ჩვენ ქართველი ექიმები და კარდიოლოგები ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება სახელმწიფოსთან დახმარებით მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას. ასე რომ ამ მიმართულებით არის გამოწვევები, თუმცა არ ჩამოვჭრით. აი თქვენი აზრით დღეს ყველაზე დიდი ბარიერი რა არის პრევენციის უკმარისობა, არათანაბარი ხელმისაწვდომობა თუ თავად საზოგადოების ცნობიერების დაბალი, ეს თქო შეგნება ჯანმრთელობაზე. ალბათ ყველაფერი რამ განაპირობა ხო ეს მაღალი მაჩვენებელი ზოგადად სტატისტიკა, რომელზეც თავიდანვე ვისაუბრეთ. ალბათ ყველაფერი ერთად თქვენაც შემოთვალეთ ახლა. საქმე რაში არის, იცით, მე სულ ვამბობ, არსებობს ადამიანების სოფლიოს პოლიტიკური რუკა, გეოგრაფიული რუკა და არსებობს სამედიცინო რუკა. სამედიცინო რუკაც. იქ არის როგორც ქვეყნები არის გაფერადებული, ძიმე წითელია ესეთი ჟღალი წითელი. რისი აღნიშნულია ეს? რომ იქ ყველაზე მეტად არის ეს დაავადება გავრცელებული. აი ჩვენთან რა ძალიან ჟღალწითელში ვართ. საოცარი, რატომ ხდება ეს? შემდგომ არის ცოტა სტაბილოსფერი, მერე მწვანე, მერე და ღია. რაც უფრო ღია-ღიაში გადავდივართ, უფრო კარგად არის. რა არის ახლა მე გეტყვით, ეს იწყება ყველაფერი ჩვენი ცხოვრების წესი და გამომდინარე და მასთან ერთად ჩვენი გენეტიკური მდგომარეობა. გენეტიკური მდგომარეობა ჩვენ ვერ შევცვლით, მაგრამ ცხოვრების წესთან ყურადღებით უნდა ვიყოთ. შაქრიანი დიაბეტი, მწვერვალობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ესე გენეტიკური განწყობა გააჩნია. გენეტიკური განწყობა კავკასიურ რასას საკმაოდ მაღალი აქვს. საკმაოდ მაღალია. გულსისხლთა დაავადებების მიმართ, მაგრამ გენეტიკა ვერაფერს ვერ იზამს თუ მას ხელშემწყობა არ იქნება. აჰა. აი, სულ რა არის ხელშემწყობი ფაქტორები? მოდი დავიწყოთ პატარაობიდან, ბავშვობის ასაკიდან. დიახ. ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვმა უნდა ჭამოს გოგლი-მოგლი. აჰა. გოგლი-მოგლი უნდა ვაჭამოთ, დაბლუ უნდა ვაჭამოთ. საქმე რაში არის, იცით? სულ ვამბობთ და ხშირად ვამბობთ და ტელევიზიაზე გამოვავალ თუ სადაც შევხვდებით, ვცდილობ მშობლებს უთხრა, რომ ვასწავლოთ ბავშვებს, ჩვენ შვილებს უშაქრო ცხოვრება. უშაქრო ცხოვრება. გაგიკვირდება და ინტერვიუს გამოვიყენებ, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ სხვანაირად ჭირს ამის გაგება. შაქარი ისეთი ნარკოტიკია. რომელსაც ვერ ანებებს თავს. მამდვილად. თეთრი სიკვდილი პრინციპში. მაგრამ ნარკოტიკული თვალსაზრისითაც აი ამ ჭრში ჩვენ შევხედავ,
საკმაოდ მავნე ნივთიერება. უნდა ბავშვს. ტკბილი უნდა. კი ბატონო. კოკა-კოლა არ მინდა სიტყვა თქვა რაღაც. კი ბატონო. მოთხოვნილება აქვს. სულს უნდა ჭამს და როდესაც მე მივა იქამდე რომ ორგანიზმის რესურსი, შაქარ-მოლეკულური რესურსი განილება, უკვე ეწყება შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტი რომელიც უპირობო პრობლემა არის და ერთ-ერთი მთავარი ერთ-ერთი საშინელი პრობლემა არის, რომელიც იწყებს გულსხმის დაავადებას. შემდგომ აი შაქრის შემცველებზეც მაგრამ აქვე ჩაგეკითხები. დიახ, შაქრის შემცველებზეც არ არის კვლევა, რომელიც იცნობს, აი ამ შემთხვევაში არ ჯობია, ამ შემთხვევაში ჯობია. ჩემს აღზეც თავის მოტყუება და გამიჩნდება ამ მეთოდებით თქვა. შემდგომ წეველობა ნუ ეს საშინელი მავნე ჩვევა, რომელსაც ბრძოლა უნდა გამოუცხადოს და მშობლებიც უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ რაც უფრო ადრინდელ ასაკიდან იწყება მწეველობა, რა თქმა უნდა შედეგები უფრო თულდათულია, საუბარია 40 წლის ასაკისათვის. 40 წლის ასაკი ეს სამუშაო ასაკია. ეს პრობლემები ჩვენთან კომპლექსურია. ცხოვრების წესი, ადინამიურობა, სპორტულობა, ნაკლები სპორტულობა, მე არ ვიცი ხა სკოლებში როგორ არის ფიზკულტურის მიმართულებით მუშაობები, როგორ იმართება სკოლებში, როგორ ექცევა ყურადღება სპორტულ გამაჩასახებელ პროცედურებს, ეს აუცილებელია. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად ვცდილობთ, ასე ვთქვათ, მხარი დაუჭიროთ ნებისმიერ სპორტულ აქტივობას თუ ღონისძიებას, რომელიც ქალაქში არის და ჯანსაღი ცხოვრების წესს უჭერთ მხარს. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე საუბრები, თუნდაც ეხა მომდევნო თემა, რომელზეც მუშაობთ ჩვენ, ეს არის თუნდაც სადღესასწაულო ასე ვთქვათ, დაბადების დღის ცენტრები, სადაც ხშირად ბავშვებს არაჯანსაღ საკვებს აწოდებს მასპინძელი და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირ პროპორციულად მათ ჯანმრთელობაზე მუშაობ. მოქმედებს ხო, იგივე როგორიც არის fast food-ი, იგივე როგორიც არის შაქრიანი, ტკბილეული და შემდეგ. აი ეს ბატონმა იოსებმა რაც ჩამოთვალა, პირველი ეს არის ბავშვობიდანვე საფუძვლის ჩაყრა, გულსის ზარდთა დაავადებების განწყობის, გენეტიკურ განწყობილებასთან ერთად, შემდეგი ახსენა მოწევა. საინტერესოა მოვისმინოთ ბოლომდე თქვენგან აი ეს რისკ ფაქტორები, რაც თქვენს ხელთ ქართული სუფრა თუ შედის აი ამ ყველაფერში. ქოლესტერინის შემცველობა, ხო? კარგად გამიგეთ, ლამაზ სამზარეულო. ლამაზ ქართულ სუფრას არაფერი არ ჯობს. არ ჯობია. ეს არის მე ასე მგონი ესეთი კარგი არათუ სუბკულტურას დავარკვევდი, კულტურასაც დავარკვევდი. კარგად ორგანიზებული ქართული სუფრა. ნამდვილად. ყველაფერს გააჩნია თავისი დოზა. თქვენ ალკოჰოლზე უფრო მეტი აქცენტი გაქვთ თუ საკვებზე ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ორივე ერთად. ორივე ერთად. ალკოჰოლს ალკე ის დაეთმობა. ორივე ერთად. იცით რა არის? ნორმირებული მე ცოტას გადაუხვევ და ცოტა გავუსვევ არ დაგვამიცდას. საბავი ალკოჰოლთან დაკავშირებით მე გეტყვით ერთ რამეს. იყო ასეთი ბორდოს ფენომენი. ბორდოს ფენომენი ნიშნავდა რა? რეგიონი ბორდო მოგიხსოვთ საფრანგეთში, კარგი გუნები მოდის და აღმოჩნდა რომ ბორდოს ტერიტორიაზე მიოკარდიოს ინფარქტის განვითარება საკმაოდ დაბალი იყო. შეისწავლეს ნაწილი და აღმოჩნდა რომ ბორდოს მოსახლეობა დღეში 2-3 ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევს. მე აღმოჩნდა რომ წითელ ღვინოში არსებობს პოლიფენოლები და პოლიფენოლები კარგია გულსხმის დაავადების პრევენციის. პირიქით კარგი. მაგრამ 2-3 ჭიქა. 2-3 ჭიქა. დიახ. ბატონო სოსო სამწუხაროდ ქრონომეტრაში შეზღუდული ვართ, ამიტომ ბოლო კითხვა მექნება ასეთი, როგორ წარმოგიდგენთ ამ სფეროში განვითარება უახლოეს ბოლო 5-10 წლის განმავლობაში და რა გჭირდება მეტი კადრი, განათლება თუ რეგულარული მხარდაჭერა? ეხლა გავაოცებთ ერთ რამეს და შევეცდები მოკლედ თქვა. დიახ, ბრძანეთ. 100,000 მოსახლეზე საქართველოს ექიმების რაოდენობით უსწრებთ ერთი ქვეყანა არ ყოფნის ევროპაში. ორი ქვეყანა უნდა შევასრულოთ დიპლომირებული ექიმები. რას ამბობ? დიახ, უსწრებთ. ანუ კომპეტენციასთან მივდივართ? კომპეტენცია შრომის ორგანიზებასთან. დიახ. სწორად დაგეგმარებასთან. ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ გადამრჩენი კარდიოლოგია. ანუ დაგვემართა. თუმცა დაგვემართა აქ უკვე დიდი ჯარი გჭირდება, იმიტომ რომ როდესაც მოდის ჩვენთან იმპაქტი, ჩვენ გჭირდება მეტი ექიმი. მაგრამ თუ ჩვენ დავიწყებთ პრევენციულ მედიცინას, საოჯახო მედიცინას, ანუ იმას რომ ჩვენ არ დაგვემართოს, ეს ციფრები აი არ დაგვემართოს ახსენეთ და 2-20 სიტყვით რა რჩევას მისცემთ ჩვენს ტელემაყურებელს იმისათვის რომ მოვაროთ თავიანთ გულს. ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვების რაციონი, სპორტული ცხოვრება,
და ასე შემდეგ. და სიგარეტთან მიმართებაში რა თქმა უნდა ნეგატიური დამოკიდებულება. დიდი მადლობა. მადლობა უღრმესი, მოკლედ იმ ფაქტი განაჩენი არ არის, სწორედ რომ ასეთ მესიჯს ატარებს ეს კვირეული ჩვენი სტუმარი გახდათ სოსო სიხარულიძე. მადლობა. დღეს ესე კი ვისაუბრებთ HR მიმართულებაზე, ძველად ამას კადრების განყოფილებას ეძახდნენ. საერთოდ კადრები წყვეტენ ყველაფერსო, ესეა ნათქვამი და სწორედ ამ კადრების შერჩევა ევალება თანამედროვე ეპოქაში HR სამსახურს, HR დეპარტამენტს. ამ თემაზე სასაუბროთ. დღეს სტუდიაში ყავს ანა ჯიოშვილი, ELT გრუპის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მობრძანდით, ქალბატონო ანა. ადამიანური რესურსების მართვა, ხო? დღეს არის საკმაოდ ისეთი დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ფაქტურად ნებისმიერი ორგანიზაცია, სახელმწიფო სტრუქტურა თუ კერძო სექტორი დამოკიდებულია ადამიანურ რესურსებზე, ხო? თუ არ აქვს გამართული მენეჯმენტი, თუ არ გეყოლება პროფესიონალი კადრები, შენი საქმიანობაც ვერ იქნება წარმატებული, ხო? მოდით ვისაუბროთ ზოგადად HR ცნებაზე. როდის შემოდის ეს ტერმინი და ეს კულტურა საქართველოში? პირველ რიგში მოგესალმებით ტელემაყურებელს, მადლობას გეტყვით გადაცემაში მოწვევისთვის. HR-ი დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზოგადად ორგანიზაციებში, მისი ორგანიზაციების განვითარებისთვის. ზოგადად HR მენეჯერი საკუთარი გამოცდილებიდან რომ გაგიზიაროთ, როგორ ვარჩევ ხოლმე HR მენეჯერს ან ნებისმიერ ადამიანს სხვადასხვა პოზიციებზე, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ხოლმე გავითვალისწინოთ, როგორი უნდა იყოს ის, როგორი ჭირდება ორგანიზაციას. და ზოგადად ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ვიცით, ყველამ ვიცით, რომ HR-ი არის ადამიანი, რომელიც აყალიბებს კომპანიაში კულტურას, ადამიანებს, პროცესებს. კულტურის არქიტექტორია შეიძლება ესეც უწოდოთ, ხო? შესაძლებელია ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად არის შუამავალი რგოლი მენეჯმენტსა და გუნდს შორის. ადამიანური რესურსის სწორად განაწილება HR-ის კომპეტენციაში შედის ერთგვარი თავი. რა თქმა უნდა შედის, იმიტომ რომ HR-ი პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც უნდა მოახდინოს სწორი კომუნიკაცია. გუნდის წევრებთან იყოს აუცილებლად ემპათიური და სანდო და შესაბამისად მიიტანოს ის სწორად მენეჯმენტთან. ამიტომაც დიდი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში ქცევით ინტერვიუებზე ამოწმებენ HR მენეჯერებს და აი რა ტიპის გავლენების მოხდენა შეუძლიათ მათ დასაქმებულებზე, აი როგორ შეუძლია მაგალითად HR-ს აწარმოოს ეფექტური კომუნიკაცია იგივე მენეჯმენტთან, თუნდაც გუნდის წევრებთან, რამდენად შეუძლია მას აი თანხმედრაში მოიტანოს მენეჯმენტისა და გუნდის წევრების ღირებულებები ერთმანეთთან, აი როდესაც ამის ორ მხრივად გაზიარება ხდება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორად მიდის. აი HR-ი პასუხისმგებელია ნებისმიერი ორგანიზაციის კორპორატიულ კულტურაზე. ხოლო თუ არსებობს უკვე კორპორატიული კულტურა მის დაცვა შესრულებაზე, ხო? საინტერესოა ან განვითარებაზეც. ხო, შესაბამისად უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ რომელ ორგანიზაციაში თავიდანვე, ხო? რა უპირატესობებს ანიჭებს, თქვათ, HR-ი ამ თუ იმ დასაქმებულს, საინტერესოა ამაზეც უნდა 2 სიტყვით ვისაუბროთ და კიდე მაინტერესებს, აი დღესდღეობით HR-ი რამდენად მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს ნებისმიერი კომპანიის თუ ორგანიზაციის საქმიანობაში. ხო, ადრე თითქოს არ გვესმოდა ეს ტერმინი, თითქოს მივიწყებული იყო, ყველაფერს განკარგავდა დირექტორი თუ დირექტორის მოადგილე ან აღმასრულებელი ხელმძღვანელი. დღეს კადრების მართვასა და განვითარებაზე მთლიანად ორიენტირებულია HR სამსახური. მოდით ამაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, აი მე მაგალითად ჩემი გამოცდილება რომ გაგიზიაროთ,
დაახლოებით 15 წლის წინ დავიწყე მოღვაწეობით ჩემი HR-ის მიმართულებით, მაშინდელ ეგრეთ წოდებულ კადრების განყოფილებაში და მე დრო გავიდა, დაიხვეწა ყველაფერი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, დღეს არის უკვე ადამიანური რესურსების მართვაც. აქ ძალიან ყურადსაღები და მნიშვნელოვანი საკითხია რეკრუტინგი, ანუ ტალანტების მოზიდვა, მათი შერჩევა, შემდგომ მათი შენარჩუნება, რაც ყველაზე რთულია, მით უმეტეს აჭარაში, ბათუმის შრომითი ბაზარი საკმაოდ მცირე მასშტაბიანია და შემდგომ მათი განვითარება, მოტივირება და ასე შემდეგ. კი, კონკურენტუნარიანიც არის შესაბამისად, თუმცა გააჩნია პოზიციებსაც. ამიტომ HR-ის ჩართულობა და HR-ის როლი აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ როდესაც მაგალითად კანდიდატი მოდის ინტერვიუზე, შეიძლება იდეალური CV, იდეალური რეზიუმე ჰქონდეს, მაგრამ და თავი წარმოაჩინოს ინტერვიუზე ისე, რომ შესაძლოა შემდგომ უკვე სამუშაო პროცესში საერთოდ არ აღმოიჩნდეს მისი მუშაობის სტილი შთამბეჭდავი და ამ უნარების განსაზღვრა როგორ ხდება? საინტერესოა, რა კრიტერიუმები არსებობს ამის? საკმაოდ რთული ამ უნარების განსაზღვრა, თუმცა ჩვენ ინტერვიუზე მოსულ კანდიდატს შეგვიძლია რომ მაგალითად დავუსვათ ისეთი შეკითხვები, რომ მათ წინა გამოცდილებიდან, თუნდაც წინა სამსახურებიდან გავახსენებინოთ და მოვაყოლინოთ ისეთი პრაქტიკული кейსები, რაც ასე ვთქვათ, მეტნაკლებად HR-ს შეაძლებინებს პიროვნული უნარ-ჩვევების, თვისებების, რაღაც საქმიანი და პროფესიული უნარების სამსახურებიდან რეკომენდაციებს რამდენად ითვალისწინებთ? თქვენ მნიშვნელოვანია. დიახ, ყოველთვის ვითხოვთ და ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად კანდიდატი CV-ს მიხედვით ყოფილა ძალიან მაგარი, იდეალური, ჩვენ ამას იდეალურ კანდიდატს ვეძახით ისფერდს იყოს ეგრეთ წოდებული, დიახ, ინგლისურად purple squirrel ესე არის და შემდგომ ისე აღმოჩნდა, რომ როდესაც მოგვითხოვია უკვე სარეკომენდაციო წერილი წინა სამსახურიდან, აღმოჩნდა, რომ რაღაცები რიგზე ვერ ყოფილა. ესეთი შემთხვევებიც არის სამწუხაროდ. თავისი კლასიკური გაგებით HR-ს ევალება მენეჯმენტისთვის კადრების მიწოდება და მთლიანად საკადრო პოლიტიკას თვითონ წარმართავს. თუ ქართულ რეალობაში სხვა ფენომენი არსებობს, როდესაც თქვათ HR-ი რაღაც უბრალოდ ბუტაფორიულად არსებობს იმის გამო, რომ უნდა იყოს ორგანიზაციაში და თქვათ დირექტორი ან მენეჯმენტი წყვეტს, ვინ მიიღოს სამსახურში და ვინ გაუშვას. მოდით ამ კლასიკურ ცნებაზე ვისაუბროთ, ცნობიერების ამაღლების კუთხით. კი ბატონო, თუ კი ორგანიზაციაში არსებობს ჯანსაღი სამუშაო გარემო, ეს იმას ნიშნავს, რომ HR-ს აქვს მთავარი ფუნქცია განსაზღვროს მენეჯმენტთან ერთად კომპანიას რა სჭირდება, ვინ სჭირდება და ამის შემდეგ დაიწყოს უშუალოდ რეკრუტინგის პროცესი. საინტერესო არის ზოგადად ქართულ ბიზნესს რამდენად აქვს უნარი, რომ ეს თქვათ სტრატეგიულ დონეზე აღიქვას HR-ი და არის საერთოდ მსგავსი კომუნიკაცია. რა თქმა უნდა არის და დიდ ორგანიზაციებში განსაკუთრებით HR მენეჯერი არის ბიზნეს პარტნიორიც და სტრატეგიული მმართველიც, ასე ვთქვა, სტრატეგიული შემქმნელიც მასზეა დამოკიდებული, როგორც ჯანსაღი სამუშაო გარემო შექმნა, ისე კორპორატიული ღირებულებების შექმნა, ამ კორპორატიული ღირებულებების გაზიარება ორ მხრივად, როგორც მენეჯმენტის, ასევე დასაქმებულის, როგორც უკვე აღნიშნე. ანა, მე მინდა შევეხო ადამიანის რესურსების მართვის, ანუ HR-ის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას, ჩემი შეხედულებით, გულისხმობ იმას, რომ HR-ს და საკადრო განყოფილება ევალება არა მარტო სამსახურში მიღება და გაშვება თანამშრომლების, არამედ ყველაზე მთავარი თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე ზრუნვა. ამ კუთხით რა ვითარება გვაქვს საქართველოში? კი ბატონო, გასაგებია, გიპასუხებთ. ჩვენს მაგალითზე, ჩვენი მაგალითი რომ გაგიზიარო, ჩვენ მუდმივად ვატარებთ ხოლმე სხვადასხვა ტიპის ტრენინგს, ღონისძიებას, ეგრეთ წოდებულ გუნდური შეჭიდულობის აქტივობებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გუნდი შეიკრას ერთიანად და მაგალითად პანდემიამდე თუ კი უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდით პირობითად პროფესიულ
განვითარებას დასაქმებულის. პანდემიის შემდგომ გამოვლინდა უკვე საჭიროება იმისა, რომ დასაქმებულები მუდმივად ითხოვენ well-being-ის, ანუ ჯანმრთელობის მხარდამჭერ პროგრამებსა და ტრენინგებს და რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ აი ამ გამოწვევას, ერთგვარ გამოწვევას მოვერგოთ და ვიზრუნოთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, დასაქმებულის ინტელექტუალური ზრდა, სტრატეგიული მოქნილობა სამუშაო პროცესში და ასე შემდეგ. ამიტომაც ამას მუდმივად ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ ეს რაღაც ასე ვთქვათ, პერმანენტული სახე მიიღოს ამ ყველაფერმა. აი ღირსეულის სამუშაო გარემო ალბათ ერთ-ერთი მთავარი ნიშანი უნდა იყოს, ხო? დასაქმებულისთვის ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე რიგი კომპანიებისგან ძალიან დაბალი ჰონორარი, მათ შორის სათანადო მოპყრობაც კი და ხშირ შემთხვევაში არაღირსეული გარემო. აი ამ მიმართულებით დღეს ხომ არის ეს თქვენი პროფესიის მთავარი გამოწვევა ზოგადად და როგორ მუშაობს HR-ი ამ შემთხვევაში? ისევ და ისევ აი ჩვენი კომპანიის და ორგანიზაციის მაგალითზე რომ გითხრათ, აი რაც თქვენ წეგან აღნიშნეთ, მე უფრო ვიტყოდი როგორც ჯანსაღი სამუშაო გარემო, იმიტომ რომ აი ჯანსაღ სამუშაო გარემოში, კონკურენტულ გარემოში, როდესაც არსებობს მაგალითად დასაქმებულებს შორის ურთიერთპატევისცემა, ნდობა, როდესაც ადამიანი მორალურადაც და ფიზიკურადაც არის დაცული და თავს უსაფრთხოდ აი სამუშაო პროცესებში ჩართულად გრძნობს, როდესაც თამამად შეგიძლია დააფიქსირო საკუთარი აზრი და პოზიცია, როდესაც მაგალითად ხარ აღიარებული, გაქვს შესაბამისი мотиваცია, იქნება ეს ფინანსური თუ სამსახურებრივი შიდა, როდესაც მაგალითად შეგიძლია მოახერხო შეუთავსო ერთმანეთს ჯანმრთელობის პირადი ცხოვრება და ანუ პირადი ცხოვრების ბალანსი და სამუშაო ერთმანეთთან. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ხარ ჯანსაღ სამუშაო გარემოში, კონკურენტულ სამუშაო, ანუ გამართულ სამუშაო გარემოში. აი ხშირი არის ხოლმე ეს დიაგნოზი, მithumetes არა მხოლოდ ფსიქოლოგებისგანაც ხშირად გვესმის თანამედროვე ტერმინი არის ეს გადაწყვეტა და გადაღილულობა, ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, მათ შორის სამუშაო დროის განსაზღვრა, სტრესულ გარემოში მუშაობა. მნიშვნელოვანი ნაწილია და სტრესული გარემო, რომელიც ხო ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აი ამ დიაგნოზის. ბატონო, აი როგორადაც არ უნდა ვიმუშაოთ HR მენეჯერებმა და HR პროფესიონალებმა ამ კუთხით მენეჯმენტთან ერთად, აი სტრესი კვლავ რჩება ორგანიზაციებში სტრესად რაღაც გარკვეულ დონეზე. სწორედ ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორც უკვე ვთქვი, ზუსტად ის ტრენინგები, ის პროგრამები, რაც ასე ვთქვათ, ემოციურად ეხმარება ადამიანს, რომ აი დასტაბილურდეს, ასე ვთქვათ, ეს ემოციური გადაწვისგან, ემოციური გადაწყვეტილებიდან ტრენინგები სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, პიროვნულ განვითარებას რაც შეეხება და მოდით ვისაუბროთ მაშინ ბედნიერების ინდექსზე. არსებობს თუ არა კულტურა საქართველოში იმისა, რომ ვთქვათ, კომპანია ზრუნავს თავის თანამშრომლებს, ან ორგანიზაცია ზრუნავს თავის ესე იგი დასაქმებულებზე, როდესაც გარკვეული ექსკურსიები, გასვლები, ერთად შეკრება, რომელიც კოლეგებს აახლოვებს, თანამშრომლებს აახლოვებს ერთმანეთთან, ხო? რჩება თუ არა ამისთვის დღეს ორგანიზაციების ბიუჯეტი. სინამდვილეში უნდა დარჩეთ, მაგრამ რეალობაში როგორ არის საქმე, ეს გვაინტერესებს. დიახ, ეს სწორედ ამიტომ არსებობს ამ პოზიციაზე ადამიანი, ეგრეთ წოდებული HR მენეჯერი, ადამიანური რესურსების მართვის ან კაპიტალის მენეჯერი, რომელმაც ეს უნდა დაინახოს, ამისთვის მოითხოვოს ბიუჯეტი და წლიდან წლამდე განსაზღვროს, როდის არის ეს საჭირო, რა ტიპის ეგრეთ წოდებული team building-ია საჭირო, თუნდაც აი იგივე ექსკურსია, რაც თქვენ წეგან ახსენეთ. გასვლები, ღონისძიებები, ეგრეთ წოდებული ივენთები. ღონისძიებები, აქტივობები. რაც აუმჯობესებს კორპორატიულ კულტურას. გუნდურ შეჭიდულობას. ბატონო აძლიერებს. დიახ, ციფრული HR-ი ტექნოლოგიების გავლენა თქვენს პროფესიაზე არის საინტერესო და ტერმინი ზოგადად ძალიან საინტერესო ჯღერს და მაყურებლისთვისაც რომ განსაზღვროთ როგორ რა ფუნქცია აქვს ციფრულ HR-ს და როგორ მუშაობს ის. დიახ, ეს სხვათა შორის აი
პანდემიის შემდგომ ერთგვარი გამოწვევა არის ორგანიზაციებისთვის და HR მენეჯერებისთვის სიახლეც არის და ამაზე რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ ამას მოვერგოთ, სწრაფად მოვახდინოთ ადაპტაცია და მეტნაკლებად მიუხედავად იმისა რომ ეს არც ისე იოლია, მაინც ვქმნით ხოლმე ისეთ ციფრულ პლატფორმებს, რაც აიოლებს ერთგვარად სამუშაო პროცესს. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით მაყურებელს. ბრუნდებით ღია ეთერში, განვაგრძობთ საუბარს ანი ჯიოშვილთან ერთად, რომელიც გახლავთ HR სპეციალისტი. სტუდენტებზე ვისაუბროთ, ქალბატონო ანი, მაინტერესებს ადამიანური რესურსების მართვის ფაკულტეტზე, რამდენად დიდია დღეს ახალგაზრდებში მოთხოვნა, თქვენი გამოცდილებაც გაგვიზიარეთ, საინტერესო იქნება. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალობისადმი მიდგომა დღეს უკვე პოპულარული ხდება თანდათან, იმიტომ რომ მოთხოვნა გაჩნდა შრომით ბაზარზე, ძალიან ბევრი HR მენეჯერი უკვე სწავლობს ამ მხრივ, ვითარდება, გადის რაღაც კონკრეტულ ტრენინგებს და თუმცა სამწუხაროდ ჩვენთან ბათუმში არ არის ამ მიმართულებით ფაკულტეტი ან რაიმე სპეციალობა, რომ აი ახალგაზრდა თაობა მოახერხოს აქ განვითარება ამ კუთხით. ზოგადად ინტერესი თუ არის თუნდაც სხვა ქალაქების მაგალითია? ინტერესი დიდია, რა თქმა უნდა და ამიტომაც ისინი უფრო დამატებით გადიან შემდგომ რაღაც გარკვეულ კურსებსა და ტრენინგებს იმისთვის, რომ ამაში განვითარდნენ. აი რამდენად ცვლის ციფრული ტრანსფორმაცია HR-ის სამუშაოს თუ საქართველოში ეს იყო ჩვენი რეკლამინდელი, ასე ვთქვათ, სასაუბრო თემა და როგორ უნდა დაბალანსდეს ტექნოლოგია და ჰუმანიზმი თქვენს პროფესიაში, ეგ იქნებოდა ჩემი ასე ვთქვათ ერთ-ერთი საკვანძო კითხვა, რომელზეც პასუხი ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ციფრული ტექნოლოგიები, აი ჰუმანიზმს თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვნად ხდის ზოგადად ალბათ თქვენს პროფესიაში, სადაც ჰუმანიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეგრძნებაა, ხო? კი ბატონო, სწორედ ამიტომ არსებობს დიდ ორგანიზაციებში ძლიერი და პროფესიონალი HR მენეჯერები იმისთვის, რომ მოახდინონ აი ამ ორი რაღაცის დაბალანსება ერთმანეთთან, ეს არ არის რა თქმა უნდა მარტივი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ აი დროთა განმავლობაში ამას ისე მოვახერხებთ უმტკივნეულოდ, რომ აი არც ერთ მხარეს არ ექნება, ასე ვთქვათ, რაღაც ისეთი მკვეთრი რეაქციები, ამიტომაც ეს უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოვინდება. აი საინტერესო არის თქვენი მოსაზრება ასევე რა თვისებები უნდა ჰქონდეს და რა უნდა გამოარჩევდეს ძლიერ პროფესიონალ HR-ს შედარებით? აი მე მიმაჩნია რომ ჩემთვის HR მენეჯერი, HR ასისტენტი ან შრომითი რესურსების მენეჯერი ეს დაახლოებით ერთი და იგივე მიმართულება აქვს, ცოტა სხვადასხვა ჩაშლა აქვს. ჩემთვის ამ მხრივ მნიშვნელოვანია რომ იყოს აუცილებლად ემპათიური და კომუნიკაბელური, იმიტომ რომ ის შემდგომ მან მოახერხოს, ასე ვთქვათ, დასაქმებულებთან საუბარი, მათთან ეფექტური კომუნიკაცია, მათი მოსმენა გაგება, მგონი ეს უკვე ისედაც ვთქვი. ამიტომაც არის რომ აი HR მენეჯერმა უნდა უზრუნველყოს, ეს არის ადამიანი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ იპოვოს სწორი ადამიანების სწორ პოზიციაზე, სწორ დროსა და სწორი განწყობით, იმიტომ რომ აი ამ 4 ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვე მინდა ჩაგეკითხოთ, როგორ იქცევა ხოლმე HR სპეციალისტი ურჩ თანამშრომელთან, ან ისეთ თანამშრომელთან, რომელსაც ვთქვათ დისციპლინასთან პრობლემები აქვს, ან თუნდაც კონფლიქტები აქვს ხშირი, საინტერესოა უნივერსალური მიდგომა არსებობს თუ გარკვეულწილად ყველასთან ინდივიდუალურად ხდება რაღაც ესე. თქვენ როგორ იქცევით მაგალითად ისეთ თანამშრომელთან, რომელიც ვთქვათ არ ემორჩილება კომპანიის თუ ორგანიზაციის საყოველთაოდ მიღებულ წესს რეგულაციებს? გასაგები, ამისთვის არსებობს შეფასების სისტემა და თანამშრომელთა დასაქმებულთა შეფასების სისტემა და ეს საყოველთაოდ ეს შეფასების სისტემა მუშაობს და მოქმედებს ყველა დასაქმებულზე, თუმცა რა თქმა უნდა HR მენეჯერი ყოველთვის მზად არის რომ აი ინდივიდუალურად მივიდეს თითოეულ დასაქმებულთან, თითოეულ თანამშრომელთან და
გაესაუბროს, აუხსნას ის პრობლემა, რაც იმ მომენტში დღის წესრიგში დგას, ეცადოს დაანახოს მეორე მხარე და მეტნაკლებად გამონახოს ის საერთო ენა პირისპირ საუბრისას, რაც ასე ვთქვათ, შეამცირებს პრობლემის დონეს. ეს აბსოლუტურად HR-ის კომპეტენციაა, როგორც მეთქი, ხო? დიახ, HR არის თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართული, სხვანაირად არ გამოვა, თუმცა, რა თქმა უნდა, მენეჯმენტიც მეტნაკლებად შემდგომ თუ რთულდება საკითხი მენეჯმენტსაც, ასე ვთქვათ, აი საინტერესოა რამდენად არის შუამავალი ზოგადად დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის HR-ი დღეს ზოგადად ქართულ რეალობას რომ შევხედოთ. რამდენად დააქვთ ეგ ფუნქცია რეალურად თუ ეს უბრალოდ შეიძლება იყოს? არა, ეს ფუნქცია, რა თქმა უნდა, მძლავრად აქვთ, სხვანაირად უბრალოდ ვერ წარმართება HR პროცესები სწორად და გამართულად. და თავისთავად ადამიანები როგორ ფიქრობთ, უნდა იცნობდეთ თუ არა კომპანიის აბსოლუტურ ადამიანურ რესურსს და თანამშრომლებს რომლებს იმისთვის რომ გედოთ ასე ვთქვათ პულსაციაზე ხელი და გრძნობდეთ მათ. იმიტომაც არის, როცა რეკრუტინგს ვაწარმოებთ და ხვდებით უამრავ ადამიანს, ვარჩევთ მათ, ვესაუბრებით, ხვდებით სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, სხვადასხვა განწყობით, სხვადასხვა ხასიათებით და აი შემდგომ უკვე იულია სამუშაო პროცესში უკვე მიღებული აი ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, მართვა და მათთან კომუნიკაცია. ფაქტობრივად უკვე იცნობ მათ, იცი რა სურთ, რა მოთხოვნილებები აქვთ, რა მოთხოვნები აქვთ და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ამის მიხედვით უკვე აგრძელებთ ურთიერთობას იმ სამუშაო პროცესში. ანა, უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ბევრი საინტერესო სიახლეც გავიგეთ და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილიც თქვენი პროფესიიდან წარმატებებს და დიდი მადლობა. პროფესიონალს გისურვებთ ასევე. ინტერესოა პროფესიებზე საუბრის დროს მახსენდება ხოლმე ის პროფესიები, რომელზედაც ბავშვობაში ვფიქრობდი, ნიკო. რა გინდოდა გამოსულიყავი? შეიძლება ბანალურად ჭხერდეს, თუმცა რატომღაც ყოველთვის მინდოდა ხოლმე დიდ სცენაზე ყოფნა, მათ შორის სიმღერა კარგად გამომდიოდა მღეროდი ფოლკლორ გუნდში და მინდოდა რომ მემღერა მოკლედ დიდ სცენაზე. ნუ გარდა ამისა, სახეობებას მინდოდა და ეს ნაწილობრივ ავისრულე, მათ შორის თეატრის მსახიობობა და როგორც ამბობენ ხოლმე თეატრის მტვერს ერთხელ თუ შაყლყო მე რთულია მის დავიწყება და ახლობით ეგეთი ემოციებიც მქონდა. შორს არ წასულყარ პრინციპში ძალიან, მაგრამ მოკლედ ძალიან მეომანი ვარ და მუსიკასთან მინდოდა ძალიან ახლოს ყოფნა და პრინციპში გამომივიდა კიდეც დაახლოებით 1-8 წელი ვიმუშავე რადიოში, რომელიც ჩემთვის ბავშვობაში იყო ძალიან განსაკუთრებული და ესეთი, რომელსაც ხშირად უსმენდი და სახელმწიფოს ვერც წარმომედგინა რომ მოდესმე მეთქი თუ აქ შეიძლებოდა რომ მოხვედრილიყავით, საბოლოო ჯამში შეცნობები ხდება, მაგას დავაკვირდი და აი ჩვენს მაყურებელს დაუსვამ შეკითხვას, რა პროფესიის გინდოდათ გამოსულიყავით ბავშვობაში? მოგწერეთ ჩვენს კომენტარებში. ჩვენი გადაცემა და თუ ახდენიათ ოცნებები საერთოდ საინტერესოა მსგავსი პატარა გამოკითხვა რო გავუკეთოთ ქვიზზე რამდენად ახდენიათ ოცნებები და შემდეგ იმ ახდენილ ბავშვობის ოცნებას თუ აქვს ესეთი გემო როგორც ბავშვობაში გქონია ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირად ფერმკოთავდება ხოლმე როდესაც დიდი შრომის შედეგად რაღაცას მიაღწევ თითქოს ესეთი გემრიელი არ არის ქონია გიორგი ეგეთ შეკრდება ხან კი ხან არა ესე შემიძლია პასუხი გაკეთდეს. ოფთალმოლოგიაზე თუ ვაგრძელებთ. ან ექიმობაზე თუ გიოცნო. არასოდეს სხვა შორის ექიმობაზე არ მფიქრია, ვინაიდან მსგავსი უნარები და ინტერესი არ მქონდა არასდროს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ საკუთარი თავისთვის ესე ვთქვათ მოვლის ნაწილი ძალიან ცუდი, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი მიჯაჭულები ვართ ციფრულ კომპიუტერებს, гаджеტებს ყოველთვის ვიხედებით ჩვენს ტელეფონებში. რაც სხვათა შორის იწვევს თვალის ძალიან ბევრ დაავადებას. კი ბატონო, საშუალოდ ადამიანი დღეში 7 საათზე მეც ატარებს ეკრანთან, გარდა ამ დროისა შემდეგ ჩვენ მკითხულობთ SMS-ებს, ასევე გარდა ამისა სხვა ტიპის ეკრანები შემოდის გარდა гаджеტისა, თვალის სიმშრალე, დაბინდული ხედვა, თავის ტკივილი, უძილობა ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური დისკომფორტი, ეს არის ახალი დროის სინდრომი, რომელსაც უკვე სახელი აქვს გიორგი და რომელსაც ციფრული თვალის
დაღლილობა ჰქვია, ჩვენ სტუმრად ყავს ექიმი, ოფთალმოლოგი ანა მიქელაძე, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ. მობრძანდი ანი, გამარჯობა. დიაგნოზზე. დაბრძანდით, მადლობა რომ ხართ შუა დღის ეთერის სტუმარი. საუბრობდით აი მიჯაჭულობაზე, რომელიც 21 საუკუნის ადამიანს აქვს თავის, ესე იგი, ციფრულ გაჯეტთან, მობილურ მოწყობილობასთან თუ კომპიუტერთან, შესაბამისად ვისაუბროთ აი ამ დაავადებაზე, რომელსაც თვალის ემოციური დახლა ქვია. ხო, ციფრული ეკრანები და ჩვენი თვალები ალბათ ესე დავიწყებდით საუბარს ზოგადად ეპოქამ რა გავლენა მოახდინა მხედველობაზე, ამით დავიწყოთ და შემდეგ ალბათ გადავალთ დიაგნოზებს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემაა და დღესდღეობით ისეთი სამყარო ამის გამოწვევის წინაშეა გაჯეტებთან ურთიერთობის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ დღეში 7-8 საათი მაინც ატარებთ ეკრანთან. რაც იწვევს რიგ დაავადებებს, როგორც თვალის, ასევე გონებრივი სტიმულაცია ხდება. ეკრანი არის ესეთი LED ეკრანები ფერადი, გამოსხივება აქვს მაღალი, ნათელი, რა თქმა უნდა. ამიტომ ბევრი სტიმული მიდის ტვინამდე და ხდება ოვერსტიმულაცია, იგივე გონების გადაღლა. რაც შეეხება თვალის დაღლას, იწვევს თვალის სიმშრალეს. იმიტომ რომ ვერ ხდება ცრემლის თვალის ხამხამი, უფრო ზუსტად რო აღწეროთ, იმიტომ რომ ფოკუსირება ხდება ერთ საგანზე, კონკრეტულად რასაც ვუყურებთ ან მუშაობთ, არ აქვს მნიშვნელობა. როგორც წესი, ნორმალურ პირობებში უნდა ხამხამებდეს თვალი დაახლოებით 15-20 ჯერ წუთში. ეკრანთან ყოფნის დროს ეს მცირდება 6-8 ჯერ, 2 ჯერ მეტად მცირდება, 6-8 ხამხამი ხდება წუთში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ხო? რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენებას, მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი და რაც მსოფლიო ოფთალმოლოგიის ესეთი წესი არის 20-20 წესი, ყოველი 20 წუთის შემდეგ, 20 წამის განმავლობაში 20 ფუტის მანძილზე, ეს დაახლოებით 6 მეტრია. გავიხედოთ, ანუ ყოველ 20 წუთში 20 წამით გავიხედოთ 6 მეტრზე. ასევე აუცილებელი არის სუფთა ჰაერზე სიარული, დაახლოებით დღეში 2 საათი, განსაკუთრებით ვისაც მიოპია აწუხებს, ანუ შორს ხედავს ცუდად და ახლომდებარე საგნებს მკაფიოთ. არის დადასტურებული კვლევებით, რომ ნაკლები შანსი არის მიოპიის ზრდას, თუ ჟანგბადთან კონტაქტი ხშირი ექნება ბავშვს. აი მოდით ბავშვებზე ვისაუბროთ, ანი, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩემი თაობა ისე გაიზარდა, მათ არ ქონიათ გაჯეტები. შესაბამისად, დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის, როდესაც ბავშვს, ესე იგი, აქვს თავისი მობილური, ან თქვათ დედა ან მამა ეს აძლევს, რომ თქვათ თვითონ ცოტა ხანი დაისვენოს და აქედან გამომდინარე ბავშვი მიჯაჭვული ხდება ტელეფონზე, ხო? აქედან გამომდინარე გაახალგაზრდავდა ეს დაავადება და სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. პირველ რიგში ვუთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, რა ინტენსივობით შეგვიძლია ჩვენს პატარას დავრთოთ ნება გაატაროს, ესე იგი, დრო ცისფერ ეკრანებთან ან თუნდაც მობილურ ტელეფონთან. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ჩემს პაციენტებს ვეუბნები, რომ არამიზნობრივად შეუძლია გამოიყენონ 30-40 წუთი დღეში ტელეფონი. დღის განმავლობაში. თუ ინტერვალით. არა. დღის განმავლობაში არამიზნობრივად. თუ გარდა აი ვინც სკოლის მიზნობრივი ნაწილი უფრო იმდენად დიდი რაოდენობით არის ჩვენ ცხოვრებაში, რომ ფაქტობრივად მიჯაჭვული ვართ და ალბათ ეს უფრო მეტად განაპირობებს, ხო, ამ დროის. სწორედ ამიტომ, როდესაც არის ბავშვი 5 წლამდე, 6 წლამდე, მას არ აქვს 13-სადინო ეკრანთან. კი, ბავშვების შემთხვევაში ვსაუბრობთ, როდესაც დასრული ადამიანია, უწევს მუშაობა ეკრანთან, მაშინ რაღაც რიგი რეკომენდაციები არსებობს, როგორც აი ეს 20-20 წესი, ასევე დაახლოებით 50-70 სანტიმეტრის მანძილზე უნდა იყოს განთავსებული ეკრანი. აუცილებლად სწორი პოზიცია უნდა გქონდეს, მხრები გამართული, ზურგი გამართული და ეკრანი არ უნდა იყოს თვალის დონის ზემოთ ან პირდაპირ. უნდა იდგეს თვალის დონის ქვემოთ, რადგანაც სწორად მოხდეს ფოკუსირება. და ნაკლებად დავიტვირთოთ. აი ტელეფონის გარდა, smartphone-ის გარდა საინტერესო არის ამ შემთხვევაში მაგალითად ტელევიზორის
განთავსებას ამდენი დიდი მნიშვნელობა აქვს და ბავშვი რა კუთხიდან უყურებს საერთოდ ტელევიზორს და მის ეს ვთქვათ გავლენა რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, როდესაც პრინციპში შეიძლება ეს იყოს ზღაპარი თუ ნებისმიერი სხვა უყურებდეს დიდ ეკრანს. კი ბატონო, ტელევიზორიც რა თქმა უნდა მავნებელია, იმიტომ რომ ლურჯის სხივილად ნათება არის და მასაც აქვს, მაგრამ შედარებით ნაკლებ თუ შეიძლება რომ შევადაროთ, ნაკლებ მავნებელია, რადგანაც დისტანცია უფრო შორია და არ არის ახლოს. აუცილებლად უყვართ ძალიან ბავშვებს, ძირითადად ვისაც პრობლემა აქვს, სხვათა შორის ისინი მიდიან ხოლმე და ესე აღნიშნავენ დედების 3-4 წლის ბავშვის პრობლემას ამჩნევენ, რომ ახლოს მიდიან ეკრანთან, ტელევიზორთან და ისე უყურებენ. აი საინტერესოა რა კონკრეტული მექანიზმები არის ძირითადად რითაც ზიანდება თვალი და მხედველობა. რითაც ზიანდება მხედველობა, ძირითადად როგორც გენეტიკური ფაქტორი განპირობებული, ასევე არასწორი, არადიაგნოსტირებული, როდესაც ბავშვს აქვს პრობლემა, დედა ვერ შეამჩნევს, ვერ შეატყობს, ან თვითონ ბავშვი არ ამბობს, უკვე დაგვიანებული დროული დიაგნოსტიკა აუცილებელია. სხვათა შორის აჭარის რეგიონში მე ძალიან გახარებული და მოხარული ვარ, რომ ეს ხდება ინტენსიურად, მშობლებს მოყავთ კონტროლზე ბავშვები. რაც შეიძლება დასავლეთ საქართველოს მაგალითად იმერეთის რეგიონში ესე ნაკლები იყოს და მოდით ვისაუბროთ იმ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა დადგეს იმის შემდეგ, რაც ბავშვი დღეში 30-40 წუთის გარდა უფრო მეტ ხანს გაატარებს მობილურ ტელეფონთან ან ეკრანთან. ამ გართულებებზე ვისაუბროთ. კი ბატონო, ერთ-ერთი და ისეთი უპირობო ლიდერი არის თვალის სიმშრალე. სიელმე არ არის დამოკიდებული გაჯეტთან. ეს არის უფრო მეტად გენეტიკური ფაქტორი, რასაც პროვოცირებას უწევს სხვადასხვა გაჯეტის გამო სიელმე არ ვითარდება. შესაძლოა მაგალითად ასტიგმატიზმი, ვისაც აწუხებს ის თუ გაატარებს უფრო მეტ დროს. რა თქმა უნდა, თუ გაატარებს მეტ დროს, უფრო მეტად გართულდება მისი მდგომარეობა, ასევე ხდება კონცენტრაციის გაუარესება, რადგანაც ფოკუსირება ხდება ერთ წერტილში. გართულება რა იგულისხმება ამ გართულებაში მაგალითად, თქვა ასტიგმატიზმის მქონე ბავშვის შემთხვევაში? შესაძლოა უფრო პროგრესირებდეს მიოპია. უფრო მეტად გაურთულდეს, აი ხა ხედველობა. პირობითად რო ვთქვათ, ბავშვს აქვს -1 და შესაძლოა დიდი ხნის დატვირთვის შემდეგ კუნთების სპაზმის გამო სადღაც -2-მდე, 2.5-მდე კი ბატონო. აი თქვენ რეგიონზე საუბრობდით, საინტერესოა რომ მომართვენობის მაჩვენებელი საკმაოდ მნიშვნელოვანი და მაგალითად გარდა ამისა რა მხარდაჭერა არსებობს რეგიონში ამ მიმართულებით, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან და როგორ მუშაობენ კლინიკები ამ შემთხვევაში, როგორც პატარა თაობასთან, ასევე სტრესულ ადამიანებთან. არის უფასო კონსულტაციებიც, კი ბატონო. როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე პენსიონერებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევთ, რომ უფრო თამამად მივიდნენ ექიმთან, სადაზღვევო სისტემა საქართველოში ისე კარგადაც არ მუშაობს, ესე რომ ვთქვათ. ამ მიმართულებით არა, ზოგადად არ არის გამართული ჩემი აზრით სადაზღვევო სისტემა საქართველოში, მაგრამ არის რაღაც კონსულტაციები უფასო, არის სკრინინგები, რომელთაც შეუძლიათ რომ მიმართონ. და ალბათ პრევენციის თვის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ხო? რა თქმა უნდა, უპირველესია. საინტერესოა ვისაუბროთ მომავალზე, ხო? თუ ამ ტემპებით გაგრძელდა მობილური ტელეფონებისა თუ ციფრული გაჯეტების მოხმარება ჩვენს მიერ და ამან ითამაშა უდიდესი როლი კაცობრიობაში, კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, ხო? შესაძლოა თუ არა მომავალში მივიღოთ თაობები, რომელთაც აპრიორი ექნებათ თვალის დაავადებები. რა თქმა უნდა, ეს უკვე მომავალიც აღარ არის უკვე დღევანდელობაა, იმიტომ რომ თითქმის 10 ბავშვიდან დაახლოებით 6 აქვს ეს პრობლემა. აუცილებელია დავიცვათ ის რეკომენდაცია. 10 ბავშვიდან 6 უკვე თვალის პრობლემა. კი ბატონო. შთამბეჭდავი რიცხვი. აი მე მინდა ჩვენს მაყურებელს ერთი ისეთი ტესტი ვუთხრა, რომელიც შეუძლია როგორც სახლში გააკეთონ, ასევე სამსახურში, ძალიან მარტივია. 25 სანტიმეტრის მანძილზე დაახლოებით ესე აიღეთ ან თითი ან კალამი, პატარა საგანი, არ აქვს მნიშვნელობა. და სივრცეში აირჩიეთ ერთი ობიექტი შორს. შეხედეთ ჯერ კალამს, შემდეგ გახედეთ არჩეულ ობიექტს შორმანძილზე, ორივე თვალით. და დღეში შეგვიძლია 10-15 ციკლის გაკეთება, ეს არის აკომოდაციის ვარჯიში, რომელიც გვეხმარება, რომ
თვალის კუნთების დაძაბვას შევამციროთ და კონცენტრაციაც გაუმჯობესდება უფრო მეტად. ერთგვარი თვალის ვარჯიში თვალის ვარჯიში, თვალის მასაჟი. იცით რა მაინტერესებს, აი რეალურად იწვევს თუ არა რა კავშირშია უბრალოდ თვალის დაავადებები და ემოციური გადაღლა ერთმანეთთან. მით უმეტეს რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ემოციურ გადაწყვაზე, მათ შორის რიგ სხვა ისეთ პრობლემებზე, რომლებიც მენტალურ ნაწილში აისახება და რეალურად როგორ გამოიხატება ეს ოფთალმოლოგიაში და თვალის ნაწილში და არის თუ არა რეალურად კავშირი. კი, წეგანაც აღნიშნეთ, რომ ოვერსტიმულაციას იწვევს, როდესაც დიდი ხანი ვართ ერთი და იგივე ობიექტზე ფოკუსირებული. აქედან შეიძლება მომდინარეობდეს გაღიზიანება, გადაღლა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩაძინების წინ აუცილებლად 1 საათით ადრე უნდა გამოვთოთ ყველანაირი გაჯეტი, რადგანაც ეს ლურჯი სხივი უშლის ხელს მელატონინის გამოყოფას, რომელიც ძილის ჰორმონია და ძილზეა. ძილსაც აფრთხობს. და რა თქმა უნდა, ჩაძინების პროცესი უფრო მეტად რთულდება და ძნელდება. აი კითხვას რაც შეეხება, საინტერესოა, მსმენია რომ თითქოს ტრანსპორტში არ შეიძლება კითხვა, მოგზაურობისას არ შეიძლება კითხვა, იგივე ვთქვათ, წიგნის ან სპეციალური მოწყობილობის ელექტროწიგნებს გულისხმობ, თქვა და რა პერიოდულობით შეიძლება შევასვენოთ თვალი, რა დრო შეგვიძლია დაუთმოთ დღის განმავლობაში თვალის დაძაბვის პროცესს, ესე რომ ვთქვათ. მოგზაურობის დროს რაც შეეხება კითხვას, უბრალოდ არ არის სადაც კომფორტული არც თვალისთვის, არც ადამიანისთვის. მოძრაობს ტრანსპორტი და აი ამ დროს ერთ პოზიციაზე ვერ გვიჭირავს ვერც წიგნი, ვერც გაჯეტი და ნებისმიერი რამე. რაც შეეხება ეკრანთან ყოფნის დროს, რეკომენდაცია არის ესეთი, რომ საათნახევრის შემდეგ, ყოველი გასვლის შემდეგ 15 წუთიანი შესვენებები აუცილებელია. ამიტომ ეს მგონია რომ ყველა კომპანიაში დანერგილი უნდა იყოს და ამ რეკომენდაციებით ვინცაც უწევს ახლა ეკრანთან დიდი ხანი ყოფნა საათნახევარში ერთხელ კონდეთ შესვენებები. ეს რეგულაცია შეიძლება შემოვიდეს ძალიან მარტივად, ხო? მით უმეტეს რომ სამუშაო პირობები ბევრისთვის საკმაოდ ხანგრძლივი არის ეკრანთან ჯდომის პროცესი მაგას გულისხმობდია. დამსაქმებლები რამდენად დათანხმდებიან ეს არის. ანუ მათ კეთილს ინტერესებაზე იქნება ალბათ. ჩვენი საუბარი ნელ-ნელა უნდა დასრულდეს, ვისაუბრეთ თვალის ვარჯიშებზე, თუმცა ასეთი დიალოგის მომსწრეს ვიყავი, როდესაც ვთქვათ ამბობდა ერთი ექიმი, რომ თვალისთვის კარგია ბევრი რაოდენობით მიიღო თევზი, ხო? ამ პროდუქტებზე რო ვისაუბროთ, თუ არსებობს გარკვეული სახის პროდუქტები, რომელიც თქვა თვალის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. რჩევები რომ მივცეთ ჩვენს მაყურებელს და დაგემშვიდობებით. აუცილებელია ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაბალანსირებული კვება, რაც შეეხება თვალს, კი ბატონო, ომეგა-3 ძალიან სასარგებლოა. ანუ სიმართლე შეესაბამება. მოცვი ძალიან სასარგებლოა თვალისთვის, არის რიგი პროდუქტები, მაგრამ ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად კარგია დაბალანსირებული კვება, როგორც ცილებით, ნახშირწყლებით და ასევე ვიტამინებით გაჯერებული. აი, თვითნებურად ხელოვნურ ცრემლზეც უნდა კითხოთ და იმ თანამატებებზე, რომელსაც ადამიანები ხშირად მიმართავთ ხოლმე, პატარ-პატარა დისკომფორტების დროს, როდესაც შეიძლება გქონდეს პატარა თვალის წვა და ან სიმშრალე, რამდენად რელევანტურია თუნდაც თვალის ცრემლის გამოყენება ხშირად და არ მარტო ცრემლის გელიც არსებობს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია ჩემი გამოცდილებით. კი ბატონო, უმჯობესია მიმართო რაღაც რიგ პრობლემებზე შემთხვევაში ექიმ-ოფთალმოლოგს, რადგანაც დიფერენცირება მოხდეს დიაგნოზის. ეს არის ნამდვილად მშრალი თვალი, თუ სხვა დაავადების პროცესი მიმდინარეობს. დამატებითი წვეთების გამოყენება იგელი უფრო დიდხანს რჩება თვალის ზედაპირზე და ამიტომ უფრო მეტად კომფორტულია. შესაძლებელია, მთავარია იყოს უკონსერვანტო და ხანგრძლივი გამოყენებაც რეკომენდირებულია. ანუ უქმესი მადლობა სტუმრობისთვის. ფიქრობ საინტერესო ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს და ამ ბევრი საინტერესო რჩევაც სავარჯიშო, რომელიც მეც გამომადგება არა მხოლოდ ჩვენს მაყურებელს. აი ჯანსაღ თვალზე ვსაუბრობდით და ვისაც გინდათ ხედველობა გაიუმჯობესოთ, მიირთვით ბევრი ომეგა-3, როგორც გვირჩია სპეციალისტმა, თან ქაფში სეზონი მოდის, ასე რომ იყავით ჯანმრთელები და იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. დიდი მადლობა. მადლობა.